სუბიექტური პირის მესამე პირში მრავლობით რიცხვში წყვეტილის მწკრივში მოუდის დაბოლოება ეს. რა ქნეს დახატეს, რა ქნეს დაწერეს, რა ქნეს გარეცხეს, რა ქნეს შეკერეს. ერთი სიტყვით ყველა იზმნა, რომელიც ახლა მე თქვენ დაგისახელეთ, მეგობრებო, გახლავთ გარდამავალი ზმნები და აი ამ გარდამავლობის ამოცნობის ერთ-ერთი ხერხი სწორედ წყვეტილის მესამე პირი გახლავთ მრავლობით რიცხვში. და გარდამავლობა შეიძლება ამოვიცნოთ იმითაც, მესამე სერიაში ხდება თუ არა ზმნა ინვერსიული. ჩვენ წინა მეცადინეობაზე ინვერსიის შესახებ გქონდა საუბარი თუ გახსოვთ და იქ ვთქვით, რომ ყველა გარდამავალი ზმნა მესამე სერიაში ინვერსიულია მეთქი და აი აქვე არის გამოყოფილი ასეთი ზმნები დამეწერა დაგიხატავს. მაგრამ აი ყველა ეს ჩამოთვლილი ხერხი ერთნაირად ღირებული არ არის ზმნის გარდამავლობის ამოსაცნობად. თუ სუბიექტის ბრუნვაცვალებადობაზე მიდგა საქმე, უნდა ვთქვათ, რომ არის ზოგიერთი ზმნა, რომელიც შეიტყოს ბრუნვაცვალებად სუბიექტს, მაგრამ ეს ზმნა გარდაუვალია. მაგალითად, ცხოვრობს კაცი, რა ქნა იცხოვრა კაცმა, რა უქნია უცხოვრია კაცს. თავად ხედავთ, რომ ეს ზმნა ბრუნვაცვალებად სუბიექტს შეიცავს. პირველ სერიაში მისი სუბიექტი კაცი დგას სახელობითში, მეორე სერიაში მოთხრობითში, ხოლო მესამეში კი მიცემითში. მაგრამ სუბიექტის ბრუნვაცვალებადობა გარდამავლობის ამოსაცნობად ამ შემთხვევაში ჩვენ არ გამოგვადგება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ზმნა ერთპირიანია, როგორც ხედავთ, მას საერთოდ არ შეეწყობა ობიექტური პირი და პირდაპირ ობიექტის არსებობაზე ხომ ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია. აქედან გამომდინარე ზმნა გარდაუვალი გახლავთ. ან კიდევ შეიძლება გავიხსენოთ ისეთი მაგალითები, როდესაც ზმნა შეიტყოს ბრუნვაცვალებად სუბიექტს და მხოლოდ ირიბ ობიექტს, მაგალითად ხელმძღვანელობს ის მას და უხელმძღვანელა მან მას. როგორც ხედავთ, აქაც სუბიექტი ბრუნვას იცვლის, მაგრამ ობიექტი ირიბია, იგი ბრუნვა უცვლელი რჩება. თუ რატომ და რისთვის, ეს ცოტა ვრცელი საკითხია, მეცნიერთა შორის ამის შესახებ ერთი შეხედულება არ არსებობს, ერთში კი ყველა თანხმდება, რომ ამ ზმნას ერთი პირი დაკარგული აქვს. როდის და რატომ, ეს არ ვიცით. ამგვარ სადავო ფორმებთან დაკავშირებით აკაკი შანიძე ხაზგასმით მიუთითებს, რომ გარდამავლობის საკითხის გარკვევისას არ უნდა ავურიოთ ნამდვილი მოჩვენებითში. ძველი ქართულის მონაცემები და თანამედროვე მონაცემები, ისტორიული და დღევანდელი. უნდა გვახსოვდეს, რომ იქ, სადაც ზმნამ დაკარგა პირდაპირ ობიექტის მოთხოვნის უნარი, არ არის და არ შეიძლება იყოს გარდამავალი. ამიტომ ისეთი ზმნები, როგორც არის ცხოვრობს, იცხოვრა დუხს, იდუღა, წუხს, იწუხა, ასეთი ზმნების გარდამავალობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ისინი გარდაუვალი ზმნებია. ერთი სიტყვით, მას ზმნის გარდამავლობის ამოცნობისას ჩვენთვის მთავარი და ძირითადი მაინც ობიექტის ბრუნვაცვალებადობა გახლავთ. ანუ შეეწყობა თუ არა ზმნას პირდაპირ ობიექტი. თუ ზმნას პირდაპირ ობიექტი შეეწყობა, ის ბრუნვაცვალებადია. აი ყველაზე უფრო უტყუარი ხერხი ზმნის გარდამავლობის ამოსაცნობად. ხო. რაც შეეხება ახლა ჩვენს ყურადღების შეჩერებას გარდამავლობაზე ამდენი ხანი, ეს იხსნება იმ გარემოებით, რომ ჯერ ერთი გარდამავლობის ცოდნა გვჭირდება გვარის კატეგორიის გააზრებისას და მერწმუნეთ, ვერც თქვენ ვერ გაიგებთ გვარის კატეგორიას, თუ კარგად არ გეცოდინებათ გარდამავლობა, ეს ერთი და მეორე, გარდამავლობასთან გახლავთ დაკავშირებული მთელი რიგი მართლწერის საკითხები. კერძოდ ის, რომ გარდამავალი ზმნის სუბიექტი მეორე სერიაში აუცილებლად მოთხრობით ბრუნვაში უნდა იდგეს, ხოლო მესამე სერიაში კი მიცემითში. რაც შეეხება გარდაუვალი ზმნის სუბიექტს, ის ყოველთვის დგას სახელობით ბრუნვაში და მისი ბრუნვის ცვლა მეორე სერიაში მოთხრობითში ჯაყენება არ შეიძლება. არადა ძალიან ხშირად შეხვდებათ ასეთი შეცდომა, კაცი მოვიდის და კაცმა მოვიდა. განსაკუთრებით ეს არა ქართველთა მეტყველებაში შეინიშნება, ანუ მათ მეტყველებაში, ვისაც ენა, ეს მეორე ენა შესწავლილი აქვს ძირითადად გრამატიკულ თარგმნითი მეთოდის საშუალებით. მას სწორი ფორმაა კაცი წავიდა და არა კაცმა
წავიდა. და ისიც კარგად ავიმახსოვროთ, რომ გარდამავალ ზმნებს წყვეტილის მწკრივში მრავლობითი რიცხვში უნდათ სუფიქსი s და არა n. თუმცა ეს n ხდება დიალექტებში, განსაკუთრებით კი დასავლურ დიალექტებში და ზოგჯერ ასე თუ ისე წიგნიერებაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა მეტყველებაშიაც კი ხდება მსგავსი შეცდომა, როგორც არის გააკეთენ და უთხრენ და იცხოვრენ, რაც რა თქმა უნდა არასწორი ფორმებია. და კიდევ ერთი რამ, გარდაუვალ ზმნას მესამე სუბიექტური პირისა და მრავლობითი რიცხვის ნიშნად წყვეტილში მოუდის ნენ და არა n. ესეც დიალექტებში ხდება წავიდნენ და მოვიდნენ. ნაცვლად წავიდნენ და მოვიდნენ. ერთი სიტყვით ასე თუ ისე ჩვენ გარდამავლობის რაობა ახლა მეტნაკლებად გავარკვიეთ და თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ამჯერად ზმნის გვარზე. გვარის განმარტება საკმაოდ რთულად აქვს ჩამოყალიბებული აკაკი შანიძეს. იმდენად რთულია ეს განმარტება, რომ ერთი პერიოდი სასკოლო სახელმძღვანელოში ამოღებულიც კი გახდათ იგი და პირდაპირ გვარის კატეგორიის შესწავლა იწყებოდა ხოლმე ასე. გვარი სამია ქართულში და მერე მოდიოდა ამ გვარების ჩამოთვლა. მაგრამ მოგვიანებით აკაკი შანიძის გრამატიკაში, უბრალოდ შანიძისა და ყვაჭაძის მიერ შედგენილ სახელმძღვანელოებში, გვარი ასეთნაირად გახლავთ განმარტებული. გვარი ქვია ზმნის ფორმას, რომელიც გვიჩვენებს, რომ სუბიექტური პირი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე. ანუ სუბიექტი მოქმედებს პირდაპირ ობიექტზე. ან თვითონ განიცდის სუბიექტი მოქმედებას. ან კიდევ მოქმედებს, მაგრამ არ მოეპოვება სამოქმედო პირდაპირი ობიექტის სახით. როგორც ხედავთ, საკმაოდ რთული და ჩახლართული განმარტებაა და მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ თუ თქვენ აი ამ განმარტების მოსმენისას გვარის კატეგორიაზე გაგიჩნდათ ზუსტი და ადეკვატური შეხედულება. მე ვეცდები, რომ უფრო გასაგები და ნათელი გავხადო ახლა ეს განმარტება თქვენთვის.